წინა სასამართლოს ხდომა ჩატარდა. ბრალდების ხარემ წარმოადგინა თავისი მტკიცებულებები, ანუ მოითხოვა მისი დასაშვებობა სასამართლოს თავის ხდომისათვის, ასევე ჩვენ წარმოადგინეთ ჩვენი მტკიცებულებები. ფაქტიურად ორივე მხარის მტკიცებულება დაშვებული იქნა და დამტკიცდა და თავის ხდომაზე განსახილველად იქნება გატანილი. თავის ხდომა დაინიშნა 5 სექტემბერს 2 საათზე და დანარჩენი ნახოთ მერე რა იქნება. აქცია მიმართულია ფაქტურად მხარდაჭერისთვის, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით საქართველოში როგორი სამართალია, ახლა სასამართლო პროცესიდან გამოვედით და აშკარა იყო, რომ სასამართლო აპირებს დაეყრდნოს ადამიანების ჩვენებას, მაშინ როდესაც ბრალდებას უყენებენ ადამიანის დოკუმენტების გაყალბებას, თუ ადამიანი აყალბებს რაღაცას, მაშინ უნდა არსებობდეს ყალბი დოკუმენტები. აქედე ძირითადი აქცენტი როგორც ჩანს გაკეთდება ადამიანების ჩვენებებზე. ჩვენმა ადვოკატმა რა თქმა უნდა თქვა, რომ ის არ ენდობა მაღებულ ჩვენებებს. და წინასწარ შეიძლება ითქვას, რომ მთელი სასამართლო პროცესი აიგება იმაზე, რომ ვიღაცამ მისცა რაღაცა ჩვენება და ეს ჩვენებები იქნება გამოყენებული როგორც მტკიცებულებები, რასაც რა თქმა უნდა ცუდისუნი უდის. ჩვენ ყველას გვაქვს პატიმრის ფორმა, იმიტომ დღეს რეალურად ყველანი ვართ საქართველოში პატიმრები, უბრალოდ ზოგს მიუჩინეს. ცოტა პატარა საკანი, ზოგი დანარჩენები ვართ ერთით საკანში შეღრილი, ამ საკანს ქვია საქართველო. ერთ თვეში ეს ქვეყანა განთავისუფლდება ჯარლათებისგან, განთავისუფლდება ზედამხედველებისგან და ჩვენ დავიწყებთ თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრებას. მე მინდა გითხრათ, რომ ყველას ვერავითარ შემთხვევაში ვერ დაგვიჭერენ. მთელ საქართველოს ვერ დააპატიმრებენ. მიხეილ სააკაშვილს დღეს მხარს უჭერს მხოლოდ მთელი მოსახლეობის 5%. 40 დღეში მიხეილ სააკაშვილი და მისი რეჟიმი საქართველოში უკვე აღარ იქნება. ჩვენ მხარს უჭერთ გიორგი მრჩიანს, რომელიც დააპატიმრეს მხოლოდ იმის გამო, რომ ახალქალაქში მან ქართულ ოცნებას მიაქირავა ოფისი. ყველა მიცოდეთ, თელმა საქართველომ, ახალციხემ, ზუგდიდმა, ლაგოდეხმა, თელავმა, რომ მიხეილ სააკაშვილი ერთ თვეში 40 დღეში საქართველოში უკვე აღარ იქნება. მას ქართული ხალხი გააძევებს საქართველოდან. მისი ადგილი საქართველოში არ არის. მიხეილ სააკაშვილისაგან თავისუფალ საქართველოს გაუმარ! 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 მეგობრებო, ჩვენ ვიმყოფებით ახლა სამცხე-ჯავახეთის გუბერნიის შენობასთან. ამ ადამიანს ჟიან მხოლოდ იმისთვის, რომ მან გაბედა და მიაქირავა ქართულ ოცნებას შენობა ახალქალაქში. ამ ადამიანს ამის თვით დღეს ასამართლებენ. ეს ადამიანი დღეს არის ამის გულისთვის პატიმარი. გესმოდეს გუბერნატორო, თქვენ ყველას ვერ დაიჭერთ და რო გონიათ, რომ ხალხი დააჩოქეთ, ხალხს არ ეშინია, არც ქართულ ხალხს ეშინია, არც სომეხ ხალხს ეშინია, საქართველოს მოქალაქეებს არ ეშინიათ და 40 დღეში საქართველო ჯალათიზმისაგან, ფაშიზმისაგან, განუკითხაობისაგან თავისუფალი იქნება და ხალხი გააკეთებს ისეთ არჩევანს, რომელიც აუცილებელია დღეს ქართულ